და გადავინოთ ახლა ჯანსუღ კახეთის მუსიკალურ ცენტრში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი გვანცა ჩარგაზია იმყოფება. დილამშვიდობის გვანც. დილამშვიდობის. გამარჯობა გვანცა. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მე ჯანსუღ კახეთის მუსიკალური ცენტრიდან გიერთდებით და გეტყვით, რომ 21 მარტს თბილისის საგუნდო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი აიღებს სტარტს და მასში ტრადიციულად, როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო მუსიკალური გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და მათ შორის გახლავთ საქართველოს სახელმწიფო კაპელა, რომელიც აქტიურად ემზადება კონცერტისთვის, თუ როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რას წარუდგენენ ისინი მსმენელს ფესტივალის ფარგლებში, ამას უფრო ვრცლად გვეტყვის თამარ თალაკვაძე, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა გკითხოთ, როგორ მიმდინარეობს სამზადისი და მე რამდენად იღებთ ფესტივალში მონაწილეობას? სამზადისი ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა, იმიტომ რომ ფაქტურად მოახლოებულია ფესტივალის გახსნის დღე. მთელი წლის მანძილზე ჩვენ აქტიურად ვემზადებით საგუნდო ფესტივალისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი მუსიკალურ სამყაროში საგუნდო ფესტივალის ჩატარება. ფაქტურად დაარსების დღიდან სახელმწიფო კაპელა მასპინძელიც არის და აქტიური მონაწილე ამ ფესტივალის. წელს შევასრულებთ ვერდის რექვიემს, ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და მონუმენტურ ნაწარმოებებს, სადაც მოხდება კოლაბორაცია რამდენიმე გუნდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმიდან შემოგვიერთდება კაპელის მომღერალთა გუნდი, მცირე შემადგენლობით და ასევე ჩვენთან ჩამოვა სტუმრად იმლიგის საფესტივალო გუნდის რამდენიმე ათეული შემსრულებელი შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ერთმანეთს გაუზიაროთ ქართველმა და უცხოელმა შემსრულებლებმა ჩვენი შემოქმედებითი მიზნები, წინსვლა, ერთმანეთს მოვასმენინოთ ნაწარმოებები თუ მთელი წლის მანძილზე რას ვაკეთებთ და ამიტომ საგუნდო ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ჩვენთვის და ასევე საერთაშორისო დონეზე მომუშავე სხვა კოლექტივებისთვისაც. Როდემდე გაგრძელდება ფესტივალი და რა კონცერტებია დაგეგმილი, ესეც რა ვთქვა? გარდა ჩვენი კონცერტისა არის სხვადასხვა კონცერტები დაგეგმილი სხვადასხვა კოლექტივების, რომლებიც ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ასევე არის ერთი დღე ჩასმული ხელოვნების სკოლებისთვისაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და ზოგადად მსმენელისთვის, იმიტომ რომ ფაქტურად პროფესიონალ გუნდებთან ერთად ხელოვნების სკოლის გუნდებიც იღებენ ფესტივალში მონაწილეობას. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კი ვეტყვი მაყურებელს, რომ ჯანსუღ კახეთის მუსიკალური ცენტრიდან გიერთდებოდით და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, 21 მარტს დაიწყება თბილისის საგუნდო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი და მაყურებელს და მსმენელს არაერთი დაუვიწყარი კონცერტი ელოდება წინ. მე უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა აუცილებლად დაგიტოვებთ მუსიკალურ ნომერს და აგიმაგლებთ განწყობას, რომელსაც შეასრულებს საქართველოს სახელმწიფო კაპელა. ესეც ასე. უბრალოდ 21 მარტიდან გელოდებიან ამ შესანიშნავ ფესტივალზე და რაც შეეხება ჩვენს მაყურებელს, ჩვენ უკვე ველოდებით ხვალ, რადგან დღეს დასრულდა ჩვენი დილამშვიდობა.